პეტრე პირველი არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი რუსეთის განვითარებაში და რუსეთის ისტორიაში და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის არის ის, რომ წეგან თქვენც აღნიშნეთ ლელა, რომ თავისი სურვილით გადაწყვიტა, რომ ჩაეცვა დაბალი ფენის ფორმა, ტანსაცმელი, დადიოდა სხვადასხვა ადგილზე იმ საზოგადოების იმ ბნელ ასე თქვა წერტილებს ნახულობდა და იქედან იმ თვალით უყურებდა მათ პრობლემებს და მე მგონი ახლა ასეთი ქცევა იშვიათია რომ ადამიანმა გადაწყვიტოს და ჩავიდეს დაბალ საზოგადოებასთან ისე რომ შენიღბული თვალით არავინ არ იცოდეს რომ ეს პეტრია და ასე დაიწყოს მან პრობლემების გადაჭრა. ხო და აი ამ კონტექსტში იმის გარდა რომ რუსეთი საკმაოდ გაძლიერა და ალბათ მას შეიძლება ვუწოდოთ ჩვენ რუსეთის სახელმწიფოს ტრანსფორმაციის არქიტექტორი, შეიძლება ასევე ვუწოდოთ მას რუსეთის არამხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრუქტურის, არამედ ზოგადად ცნობიერების გარდამქმნელი. მოგეხსენებათ, რუსეთი იყო იმ მონღოლოიდური ურდოს კულტურის ქვეშმყოფი, რომელმაც შეიძლება ითქვას საუკუნეებს გასტანა და მე ღრმად მწამს, რომ რუსების ის მანკიერი სახე, რაც მათ დაპყრობაში და იმპერიალიზმში აქვთ, ზუსტად დაუტოვა ჩინგისხაენის თავმმავლობამ მათ და ეს ხაზი გააგრძელა მკაფიოდ ექსტრემისტულმა ჯგუფებმა. აი თქვენ ვისაც უშუალოდ იმ რუსებთან ჰქონდათ შეხება, რომლებიც ალბათ მოგწონდათ, ხო? არის ზუსტად ის პეტრესეული ხაზი, რომელიც ალბათ ადამიანურად აზროვნებდა ცოტა არ იყოს და უბრალოდ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე იმდენად მცირეა მათი როლი, რომ ფაქტობრივად ვერ ახერხებენ რომ გადაძალოს და სამწუხაროდ ესეა რომ ადამიანთა უმრავლესობა არის ძირითადად განუვითარებელი და უმცირესობა ის მცირე ნაწილი ვითარდება და ზოგადად ეს ასეა სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და მთლიანად სამყაროში მასიური განვითარება არ გვხდება ჩვენ. მაგრამ პეტრემ შეიძლება ითქვას რომ მოახერხა პროგრესის ინსტრუმენტი კი არ იყო მხოლოდ, ანუ მან შეძლო რომ თავის თავზე ძალაუფლება მოერგო და სხვა შორის ცენტრალიზაცია გააღრმავა უფრო და სოციალური მექანიზმიც კი შექმნა ისეთი, რომელიც საზოგადოებას აკონტროლებდა. უბრალოდ აქ უნდა ვთქვათ კიდევ ის, რომ პეტრეს ზოგადად, აი თქვენ როგორ აღიქვით პეტრე, როცა წაიკითხეთ და ისწავლეთ, როგორი პირი იყო თქვენი აზრით? აი კეთილი ადამიანის სტატუსი დაგიტოვათ. ზოგადად აი პეტრე პირველზე აღქმა არის ხოლმე ასეთი, რომ აი ალექსანდრე მაკედონელი რატომ მოსწონთ ძირითადად? იმიტომ რომ ახალგაზრდა იყო, რაღაცა ვიზუალურად მიმზიდველი იყო და ხშირად ალექსანდრე მაკედონელი იგივე იმპერიალისტი და დამპყრობელია, როგორც სხვა დანარჩენი, მაგრამ ბავშვებში განსაკუთრებით ეს აღქმა არ იბადება, არ ჩნდება. ასეთივე დამოკიდებულებით არიან ხოლმე პეტრე პირველზე. მაგრამ პეტრე პირველი არის ძალადობრივი მოდერნიზაციის კლასიკური მაგალითი ერთ-ერთი შეხედვით რომ მიუყვეთ. მან დაიწყო მოდერნიზაცია ზემოდან ქვემოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და ჩვენ განმანათლებლობა გავიარეთ და ასეთები იშვიათები იყვნენ, რომლებიც მიყვებოდნენ პრუსია მაგალითად, რომელმაც უშუალოდ დაიწყო ძალადობრივი სახე მოდერნიზაციის ზემოდან ქვემოთ. ამგვარად ეს გამოსაკვეთი დეტალია. დაიბადა მოსკოვში 1682 წელს და ფაქტობრივად გაიზარდა იმ ჯგუფების ივან გროზნიხ, ივან the Terrible მისი ეპოქის დროინდელი შექმნილი სტრელცების ეპოქაში, სტრელცების აჯანყების ფონზე და ბავშვობაში 1682 წელს ტახტზე ავიდა. უფრო ადრე დაიბადა. 1682 წელს დაიბადა და 1701 წელს ტახტზე ავიდა. ესეთი ახალგაზრდა გარდაიცვალა? კი, ჩვენ ზოგადად ესეთ აი დაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს ახასიათებთ ესეთი ის რა ქვია. აი დავით აღმაშენებელიც ახლა ღრმად მოხუცებულობად კი მიაწერდნენ 56 თუ 54 წელს, თუ 51 წელს, მაგრამ არ არის ხო 50 წელი არაფერი არ არის. თუმცა იმ ეპოქისთვის იყო, მაგრამ აი ამ ეპოქაშიც პეტრე საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა და შესაბამისად ძალიან პატარა. ხო. და მოასწრო რა ფაქტობრივად ახლა წარმოიდგინეთ რომ კიდევ ყოფილიყო ის მეფე, იმპერატორი რამდენ ხანს შეძლებდა კონკრეტულად გარდაქმნას რუსეთის და შეიძლება პეტრესეული რუსეთი, რომელიც მან გარდაქმნა, ყოფილიყო ალბათ ის კარგი მეზობელი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა სხვა შორის. და მინდა გითხრათ რომ პეტრესეულმა რუსეთმა ილიას თაობას მისცა სწორედ ის ევროპული განათლება, რომელიც საფუძველით შექმნა შეიძლება ითქვას პეტრემ. მართალია
მერე მას შემდეგ ძალიან ბევრი იმპერიალისტური ხაზი დაემატა რუსულ სამყაროს, მაგრამ მაინც უნდა გამოიკეთოს და მაინც გადაძალა მონღოლოიდურმა ხაზმა რაც შეიძლება გამოიკეთოს, მაგრამ ნიშნულოვანი დეტალია, რომ პეტრე ხასიათი შექმნა ისეთი, რომ აი თან იყო კაცრი ხისტი და რაღაც კუთხით რუსულ წყაროებში პირდაპირ ადარებენ მოხყავთ ხოლმე აი ხასიათი როგორი ტიპის მართველი იყო ხისტი და ასეთი მეფეები ჩვენ გვყავდა სხვა შორის და ერთ-ერთი დაგვახსენდება დავით აღმაშენებელი. დავით აღმაშენებელი ლევან ბერძენიშვილი ამბობს ხოლმე რომ ძულდათო გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მე შეიყვარა ხალხმა და ეს წყაროებში ხა ცალსახად გამოკვეთილი ესე არ არის სძულდა თუ რა არის, მაგრამ თვითონ ეს ალბათ ლიტერატურულ მას უკეთებს, რა ქვია, კონტექსტს და უწოდეს, ეგ უკვე имას ნიშნავს, რომ არაფასებდნენ თავის ეპოქაში, რა თქმა უნდა. ახლა 2 საუკუნის მერე უწოდეს აღმაშენებელი. ხო, და მაგას შესაბამისად ეგ დეტალი მნიშვნელოვანია ლიტერატურულადაც რომ მიყვეთ თუ ისტორიულადაც არსებითად უნდა გამოიკვეთოს ერთი მთავარი დეტალი, რომ ხისტი მართლობა ხალხს არ მოსწონს. და სხვათა შორის ასეთი მართლები ყოველთვის ისტორიის ფურცლებიდან გარიყულები არიან გარკვეული დროის განმავლობაში და მერე ფასდება მათი კონტექსტი. ზოგადად ისტორიისთვის ერთი დღე და 100 წელი თუნდაც ისა 10 წელი არაფერი არ არის. თავარი არის საუკუნეობრივი ხედვა და ეპოქალური შედეგი რა არის და აი მაგალითად ეხა რომ განვიხილოთ თუნდაც უახლესი ისტორიის ეპოქა ზვიად გამსახურდიას ჯაბაიოსელისან და რა ქვია კიტოვანის თუნდაც ქცევებზე შედეგი ახლა რომ დავინახოთ ხო მაინც ბოლომდე ასე ვთქვათ მართლები არ ვიქნებით თუმცა მკაფიოდ გამოკვეთილია უკვე 30-40 წლის შემდეგაც უკვე რა მოხდა და როგორ მოხდა და გარკვეული შედეგი ნახევარ საუკუნის შემდეგაც თითქმის დგას მაგრამ ისტორიამ 2 საუკუნის შემდეგ შეიძლება საერთოდ სხვანაირად დაინახოს, აი როგორც დიდგორის ბრძოლას ხედავთ, ახლა სულ სხვანაირად ეს გამოიკვეთოს. ხო, ამიტომ ეს გასაგებია. მოკლედ პეტრე დაიბადა 1600 არა, მოიცადე, აქ შეცდომით მაქვს მე მგონი მიწერილი, წელად სწორად 1672 წელს დაიბადა. და 1725 წლამდე იყო. ფორმალურად ტახტზე ავიდა 1682 წელს და მე მაგიტო შეგიყვანით შეცდომაში 1672 წელს დაიბადა 1682 წელს ფორმალურად ანუ რეალური დამოუკიდებლობა მას არ ქონდა მოგვიანებით მიიღო ეს და თავიდან სოფია ალექსეევნას რეგენტობის დასრულებამდე მისი მმართველობის ქვეშ იყო როგორც ასეთი და შეიძლება ითქვას რომ მე-17 საუკუნის მიწურულიდან ანუ 1701 წლიდან უკვე იგი ხდება უშუალო დამოუკიდებელი მმართველი და ამან აი ამ მმართველობამ მას გარკვეული ეს მისცა გასაქანი რომ ის სახელმწიფოს გადაკეთების პროექტი კაფიოდ გამოიკვეთა და დაეწყო როგორც ასეთი აქ მივაწეროთ დაბადება 10 წელი მოვაკელი მოკლედ ხო რომელიც მოიცავდა რას ცოტა დიდი იყო სადღაცა 55 წლამდე ვფიქრობდი ანუ არ გადამითვლია ეს რომ ხო ესე 53 ხო რაღაცა უცბად კონტექსტი ასე მახსოვდა და ეს არის რა ქვია ხო რეგენტი ყავდა როგორ იქაც წერია რომ რეგენტი ყავდა სოფია ალექსეევნა რომელიც იყო უშუალოდ ჩართული მისი შვედებს ფინეთის ტერიტორიაც ეკავათ მაგ პერიოდში, იმიტომ რომ ფინეთი საერთოდ ნახსენები და წესით ფინეთის ტერიტორიასთან არის. მივყვეთ კონტექსტ ქრონოლოგიურად მივყვეთ და მაგასაც გავარჩევ. ხო, ასე რომ სახელმწიფოს გადაკეთების პროექტი რაც მან დაიწყო თავიდან, ეს ყველაფერს მოიცავდა, მათ შორის იყო არმია, ფლოტი, ის ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელიც დარჩენილი იყო ძველი რუსული იმპერიალისტური სახელმწიფოდან, რაც ყველაზე მთავარია ეკლესია ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ ძირეული რეფორმა სწორედ აქ ჩაატარა და სოციალური წესჩვეულებები, ანუ პეტრე პირველი სიხისტე სწორედ აქ გამოიკვეთა, რომ მან საზოგადოებას გარდაუქმნა ეს ყოველდღიური წესები და რიტუალური ტრადიციები, რაც დარჩენილი ქონდა. ანუ მთავარი ისტორიული მისია, რაც შეიძლება ქონოდა მას და რაც ძალიან დიდი პრობლემის გადაწყვეტას მოიცავს, არის ის, რომ კაფიოდ დაისახა როგორ გადაექცია ეს ჩამორჩენილი ნაწილობრივ იზოლირებული რუსეთი ბევრად უფრო თანამედროვე, ბევრად უფრო ასე ვთქვათ ამყოლ სახელმწიფოდ ეს თვითონ მოსკოვური რუსეთი ისეთი ხასიათის იყო რომ აი შეგეძულებოდა ცხოვრება როცა ევროპაში ატარებდი და ფაქტობრივად აი ამ პოლიტიკამ რომელიც თვითონ მან განახორციელა ზემოდან ქვემოთ მოდერნიზაცია და გარდაქმნა შექმნა ბევრად უფრო სხვანაირი სახელმწიფო. ხო, აი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ რომ პეტრე პირველი არ იყო ჰუმანური ადამიანი.
ეს არის შეცდომით გაგებული და ბუნებრივად გონიათ ხოლმე, რომ ამდენი რეფორმა თუ ჩაატარა, ბახუმანური როგორ არის ყო და პირიქით, ამდენ რეფორმას როცა აატარებ, ყველაზე მტკივნეულია საზოგადოებისთვის გარდაქმნა, შეცვლა კონტექსტი და შესაბამისად მოდერნიზაცია არც ლიბერალური არ იყო და არც ჰუმანური არ იყო, ძალიან დიდ ძალადობას ეყრდნობოდა პეტრე, ძალიან მკაცრ დისციპლინას ეყრდნობოდა და მოგეხსენებათ დაიკლოს ადამიანმა 60-80 კილო, ამას არ ჭირდება კაცრი დიეტა, ამას ჭირდება უმკაცრესი დისციპლინა და დისციპლინა სახელმწიფო კონტექსტში რომ ისტორია შევადაროთ, არის ზუსტად ის იძულებითი სამსახური გადასახადების გაზრდა და სოციალური კონტროლის გაფართოება, რაც ბუნებრივად გარდაქმნას მოიტანს. ასე რომ პეტრეს ჰქონდა ასეთი მიდგომა ყველაფერთან მიმართ, თუ ვაკეთებთ, გავიდეთ ბოლოში, თუ არ ვაკეთებთ, არც დავიწყოთ ამ შემთხვევაში და შესაბამისად მასზე მოქმედებს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომენტით, დიდი გავლენა მოახდინა, როგორც წეგან გითხარით, ადრეულმა ძალადობრივმა გამოცდილებამ, 1692 წლის სტრელცთა აჯანყებამ სამეფო კარზე გამოიწვია ის, რომ დაიწყო ფაქტობრივად ძველი სამხედრო კარის ელიტის წინააღმდეგ გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან აჯანყება და ამ ფონზე პეტრეს შემდგომი დამოკიდებულება სტრელცებისადმი და ამ ძველი ბოიარებისადმი იყო ძალიან რაღაცნაირი ნახევრად ავტონომიური და შეიძლება ითქვას, რომ უფრო გასაგები ხდება, რომ მას არ უნდოდა არანაირი კომპრომისი მათთან, იმიტომ რომ თუ ეს დაუთმობდა ამ სტრელცებსა და ბოიარებს ძალაუფლებას, ხო, იგივე შედეგი შეიძლება დამდგარიყო, რაც 1692 წელს დადგა და ამ კონტექსტში ცდილობს, რომ ბავშვობიდანვე, რაც ეს განსაკუთრებულად ქონდა ამ შემთხვევაში გამოკვეთილი ფსიქოლოგიური ტრაუმა ბავშვობის, აღარ დაეშვა მომავალში და მოგეხსენებათ ბავშვობის ტრაუმები ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ძალიან ურყევ გადაწყვეტილებებს აღებინებს მომავალში იმის წინააღმდეგ, რაც მან რითაც მას ტრაუმა მიაყენეს ბავშვობაში. განსაკუთრებით იზიდავდა სამხედრო საქმე, აქ არის პრაქტიკული ტექნიკა, იარაღი, გემები და უყვარდა უცხოელებთან ურთიერთობა და ასევე უნდა გამოიკვეთოს, რომ მოსკოვის უცხოელთა უბანი არსებობდა, სადაც იგი სპეციალურად ჩადიოდა და უცხოურ ტანსაცმელს, საკვებს, ქცევის წესებს ყველაფერს ეცნობოდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსკოვის უცხოური უბანი იყო მისთვის დასავლური პირველი ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც იგი ცივილიზაციას როგორც ასეთი შეეხოდა, მან დაიწყო ამ შემთხვევაში ის რა დაიწყო. შემდგომ უკვე საგარეო პოლიტიკასაც რომ მივყვეთ, აქ არის აზოვის ლაშქრობები და იმ აზოვის ლაშქრობებში მკაფიოდ ხდება პეტრე, რომ აუცილებელია შეიქმნას ამ შემთხვევაში ფლოტი 1695-16 წლების აზოვის ლაშქრობებმა პეტრეს პრაქტიკულად დაანახა, რომ ძლიერი არმია თუ გინდა, შენ უნდა ყავდეს ძლიერი ფლოტიც და შესაბამისად აი ამან უბიძგა, რომ რუსეთს აუცილებლად სჭირდებოდა რეგულარული ფლოტი, მოგეხსენებათ აზოვის კამპანიის პირველი მცდელობა და აქ ჩვენ შეგვიძლია ცალკე გამოვყოთ აზოვის კამპანია, რომელიც არის 1695-1696 წლები. და ეს კამპანია, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა, მის წინააღმდეგ იყო ძლიერი გარდამტეხი შედეგის მომტანი, იმიტომ რომ ამით მიხვდა, რომ რუსეთი უნდა დაეყრდნოს საკმაოდ ძლიერ ფლოტს და აქედან სახელმწიფოზე როგორც საომარ ორგანიზმზე დაიწყო პეტრემ ფიქრი, საზღვაო გასვლები დაიწყო, შექმნა არმია, ტექნიკა, ინჟინერია, ეს მარაგები მთლიანად გადასახადები, ქარხნები, ყველაფერი ერთმანეთთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული და ეს უკვე აღარ იყო რაღაცა უბრალოდ ერთი მეფის ამბიცია, ეს იყო ის სისტემური სახელმწიფოებრივი პროგრამა, რაც გარკვეულ გარდაქმნას ბუნებრივია მოიტანდა და აზოვის კამპანია წარუმატებელი შედეგი აქ მივაწეროთ. ამის შემდეგ პეტრე ხდება იძულებული რომ მოაწყოს ის დიდი ელჩობა, რომელიც 1696-97 წლებში მიმდინარეობდა, ეს არის დიდი ელჩობა. და დიდი ელჩობა ფაქტობრივად 1697 წელს დაიწყო, იგი გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში და ამ ელჩობაში დაახლოებით 250 ადამიანი იყო ჩართული და მონაწილე
მთელი დელეგაცია და ფაქტობრივად წაიყვანა თითქმის მთელი ის ელიტა, რომელიც მერე სახელმწიფოს გარდაქმნაში იყო ჩართული და თავდაპირველი მიზანი იყო, რომ მას მოეძიებინა ოსმალეთის წინააღმდეგ მოკავშირე. და ეს მოკავშირე ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ისეთი სახელმწიფო, რომელიც თან იქნებოდა ერთდროულად განვითარებულიც და თან მისცემდა პეტრეს რაღაც სარგებელს სახელმწიფოებრივი გარდაქმნის ასპექტში. თუმცა, აი მოგზაურობისას პირდაპირ გამოიკვეთა, რომ პეტრეს მიზანი სულ სხვა ყოფილა. უბრალოდ დაიწყო სწავლა გემჩენებლობის და აი ამ გემჩენებლობის შესწავლის შემდეგ დაამატა ამას იარაღის წარმოება, ამას დაემატა კიდევ დამატებით პირველ რიგში ომის წარმოება, ტაქტიკური სრულები, სახელმწიფო როგორ უნდა გაძლიერებულიყო ამ შემთხვევაში და ქალაქური ცხოვრების წესრიგი როგორ უნდა დაემყარებინა და ასე შემდეგ. და აი ამ მოგზაურობის მთავარი ანალიტიკური დასკვნა შეიძლება იყოს ის, რომ ევროპამ პეტრეზე რაღაცა კულტურული შთაბეჭდილება გავლენა კი არ მოახდინა, როგორც ასეთი. ანუ ეს იყო ამას ისტორიოგრაფიაში ეძახიან ინსტიტუციურ ეფექტს. ინსტიტუციური ეფექტი, როცა შენში შემოვიდა, შენ გარდაიქმენი და მაშინ დაინახა რა იყო დასავლური განათლების მთავარი სიძლიერე და შესაბამისად ის საბრძოლო ტექნოლოგია, დისციპლინა, რაც კი ჰქონდათ პროფესიონალიზმი, სახელმწიფო უნარი, ადამიანური მატერიალური რესურსები, ეს ყველაფერი, აი ამიტომ პეტრეს ჰქონდა შინაგანი ხასიათი ასეთი და მარტივად გარდაქმნა, ჯერ თვითონ გარდაიქმნა და მოგეხსენება თუ შენ გინდა ვინმე გარდაქმნა, ჯერ საკუთარ თავი უნდა გარდაქმნა ამ შემთხვევაში და აი ამ 250 ადამიანთან ერთად მოხდა სახელმწიფოს ინსტიტუციური გარდაქმნა, ინსტიტუციური ეფექტი, რომელიც საბოლოო ჯამში პეტრეს აქცევს მიზანმიმართულ რეფორმატორად და პირველ რიგში ის იწყებს ომისა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნისთვის ძალიან მკაც რეფორმებს. თქვენი აზრით, როგორც კი ჩავიდოდა მოსკოვში, რას გააკეთებდა? დაიწერა იმ ბავშვობის რკალს, რომ გავუსვათ ხაზი და გავყვეთ იმას. პირველი რაც გააკეთა, თავადაზნაურებს შეუტია, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ ის ბოიარები აბა გაიხსენეთ პარალელი გავავლეთ ახლა საქართველოს ისტორიიდან რა გააკეთა, ვინ გააკეთა მსგავსი რაღაც. აღმაშენებელმა. ანუ მე მაინც პეტრეს ვერ შევადარებ. ეს იწყებდეს ნებისმიერი მართველი. ესე უნდა იწყებდეს ნებისმიერი მართველი, რა თქმა უნდა. რა უხერხულია, რომ ჩვენი პრემიერიც მაგას დგას. ხო, აბა. ესე იგი, ინსტიტუციური ეფექტი, ეს გემჩენებლობა, სამხედრო ტექნოლოგია, ყველაფერი. ხო, ჩავიდა და როგორც კი დაბრუნდა მოსკოვში, მოკლედ გაანადგურა სტრელცები. აი ამის შემდეგ უკვე მოსკოვში ბრუნდება და უპირისპირდება ბოიარებს და აი ამ ეს იყო ალბათ ყველაზე მტკინეული გასაკეთებელი დიდი ელჩობა, როცა ჩადის, უპირისპირდება სტრელცების ახალ აჯანყებას, როგორც ასეთი, სასტიკად ჩაახშო ეს ახალი აჯანყება და აი ამ ჩახშობის შემდეგ სტრელცები როგორც სამხედრო ბიუროკრატიული მოდელი შეიძლება ითქვას ფაქტობრივად ქრება, განადგურდა და ის ძველი სამხედრო წყობა, რაც არსებობდა, მთლიანად დემონტაჟი მოხდა მისი და შეიქმნა რაღაცა ახალი სახელმწიფოებრივი წესრიგი. რატომ ზულდა პეტრეს ეს საზოგადოება? იმიტომ რომ ეს იყო იმ ძველი უხეში პოლიტიკურად არასტაბილური და არასაიმედო, ასე ვთქვათ, რაღაცა კორუფციაში ჩაფლული საზოგადოება, რომელსაც ცენტრისტული მმართველობის შიში ჰქონდა, ეშინოდა ვინმე მეფის გაძლიერების და სულ თვითონ უნდოდა ადგილობრივ დონეზე ახალი რუსეთის მართვა, როგორც ასეთი. თუმცა პეტრემ აჯობა ყველაფერში ფაქტობრივად და ის რეგულარული იერარქიული წყობა მთლიანად მოშალა და ფაქტობრივად ერთ ადამიანზე დააკისრა. მოსკოვში დაბრუნება პირდაპირ უდრის ამ შემთხვევაში სტრელცების განადგურებას. და ბოიარების დაშოშმინებას, აქ სტრელცები შეიძლება პირდაპირ გავაერთიანოთ ამ შემთხვევაში. მოკლედ, აი ეს არის ის გზა, რომელიც თვითონ გაიარა, სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ ჩვენ უკვე ჩრდილოეთის ომზე და შევეხებოდეთ საგარეო პოლიტიკას. ეს არის უკვე აქტიური დაპირისპირება 1701-დან 1721 წლამდე, როცა რუსები უპირისპირდებიან უკვე ამ შემთხვევაში კონკრეტულ ქვეყნებს და აქ არის ერთი მთავარი ნიშანი იმისა, რომ დიდი ჩრდილოეთის ომი შვედეთის წინ
წინააღმდეგ დაიწყო მაშინ როცა ყველანაირად მზად იყო რუსეთი თითქმის ამისთვის და ეს რეფორმები პრაქტიკულად როგორ უნდა შეექმნა ახალი სახელმწიფო ნასწავლი ჰქონდა. აქ უნდა გამოიკვეთოს, რომ რუსეთისთვის ბალტიისპირეთისკენ გზა შვედეთის მიერ იყო ჩაკეტილი. დალელა წერან თქვენი კითხვიდან გამომდინარე რომ გავცეთ ამ პასუხი, მიზეზი რატომაც დაიწყო სწორედ ეს ჩაკეტილი გზის გარღვევა უნდა და ბარიერი, რომელიც მან გადალახა და ფაქტობრივად შევიდა პეტრე ანტიშვედურ კოალიციაში, რითაც დაიწყო ფაქტობრივად 21 წლიანი ომი, ხო? ძალიან მძიმე იყო ომის დასაწყისი რუსეთისთვის, იმიტომ რომ ზედმეტად ბევრი მარცხი ჰქონდა თავიდან, აქ თან სამხედრო და ადმინისტრაციული რეორგანიზაცია იყო მოგეხსენებათ რუსეთში დაწყებული და შესაბამისად ვერ ესწრებოდა რაღაც რეფორმების ჩატარებათან, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, რომ რეგულარული არმია შეიქმნა, რომელიც ძველი სტრელცური და არარეგულარული არმიისგან შედგებოდა. პირიქით, არარეგულარული არმიისგან პრინციპულად განსხვავდებოდა და აი ამ განსხვავებებმა შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს გარკვეული წარმატებები მოუტანა, შესაბამისად რუსეთში შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის არმია, რომელმაც საკუთარ თავში ოფიცრების მთელი სისტემა შექმნა. ოფიცერი მოგეხსენებათ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანო. ესე კი თუ კი 1700-ის პირველი წლიდან არის დამოუკიდებლად მართველი პეტრე, ესე იგი წინააღმდეგობა სოფიას დაუწყია 1700 წელს. მანამდე ხო ფორმალურად იყო. ესე იგი 1600 შეცვალა. არა, მე გავასწორე. უბრალოდ 1672 წლიდან დაბადება იყო და 82 წლიდან რეგენტობდა და რეგენტობის ჩამოცილება მერე უკვე მოხდა. ეს რეგენტს არ უპირისპირდა სტრელცების არმიას უპირისპირდა თვითონ რეგენტით მასთან ერთად იყო, ანუ ეს კონტექსტი ცალკე, ანუ რეგენტობას არ ვეხები. აქ სტრელცებს ვეხები, რომლებიც ბოიარების სისტემას იცავდა ფაქტობრივად და ეს ბოიარები ცალკე არისტოკრატიული ჯგუფი იყო. ამიტომ თვითონ რეგენტთან კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს. ხო, თუ ვერ დავაკმაყოფილეთ თქვენი კითხვის პასუხი, კიდევ უფრო ჩავშლი ამ შემთხვევაში დეტალებს. ხო, ამიტომ ეს მთელი, ასე ვთქვათ, სტრელცების განადგურების შემდეგ შვედეთის ომის დასაწყისი, რაც ფაქტობრივად, როგორც გითხარით, ძვირად დაუჯდა თავიდან, უნდა გამოიკვეთოს, რომ უშველა რეგულარული არმიის შექმნა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რეგულარული არმია პრინციპულად განსხვავდებოდა საერთოდ იმ ჯგუფებისგან, რომელიც ძველი მოსკოვური ტრადიციით იყვნენ გაწვრთნილი და ყველაზე მთავარი, რაც წეგან აღნიშნე, ეს იყო ოფიცრების ჯგუფი. ოფიცრები არიან მთავარი გარანტორი. და გაიხსენეთ, ჯერ კი არ გისწავლია თქვენ, მაგრამ როცა ისწავლით, ნახავთ, რომ 1921 წლის საქართველოს რუსეთს იმიტომ უწევს წინააღმდეგობას იმდენ ხანს, რომ ჩვენ ყავს ძალიან ძლიერი ოფიცერთა კორპუსი. აქ არის მაზნიაშვილი, კვინიტაძე და აღარ ჩამოვთვლი ახლა ამ ოფიცერთა ხასიათს ზოგადად და შესაბამისად ოფიცრები დიდგვაროვნებიდან მოდიოდნენ და რიგებში მასობრივად იწვევდნენ გლეხებს, ქალაქელებს და ეს სამსახური ფაქტობრივად უვადო იყო, ჯარი აღიჭურვა რუსული წარმოების, რა ქვია, კაჟიანი თოფებით და შესაბამისად ხიშტებით შემოიღეს უნიფორმა, რეგულარული წვრთნა დაიწყო და ამასთან დაკავშირებით არსებობს, ასე ვთქვათ, თამაში, რომელიც gameplay შეგიძლიათ ნახოთ, ეს არის Empire Total War, ასე ქვია და ეს ვიზუალური მხარე ამ ჯარისას გაჩვენებთ ამ შემთხვევაში, როგორი იყო პატარა ჩანართს გავაკეთებ. 1716 წელს უკვე სამხედრო რეგლამენტში ოფიცრებს მოეთხოვებოდათ ჯარისკაცებისთვის ესწავლებინათ, როგორ მოქცეულიყვნენ ბრძოლაში, ისე რომ არ მიჰკრობოდნენ რაღაცა, იმას რა ქვია, ბრმა წესებს, არამედ გამოეჩინათ ინიციატივა კონკრეტულად მტრის წინაშე და ეს განსაკუთრებით საინტერესო დეტალი იმიტომ არის, რომ პეტრეს სამხედრო ხედვა არ იყო რაღაცა მხოლოდ დისციპლინა და რაღაცა ტექნიკური პრაქტიკული იყო, ანუ ხელშესახები იყო უფრო. ის მოითხოვდა პრაქტიკულობას ბრძოლის ველზე, როგორ არ უნდა გაქცეულიყვნენ თუნდაც ჯარისკაცები ამ შემთხვევაში. ხო, აი ამ ჩრდილოეთ ომში მოკლედ როგორც გითხარით, თავიდან მარცხზე მოდიოდა, აი მაგალითად პირველი შეტაკება, რაც ნარვას ბრძოლა იყო 1700 წელს, რუსები დამარცხდნენ ნარვას ციხესიმაგრესთან. და მას შემდეგ დაიწყო სწორედ პეტრე პირველმა იმ ჯარის რეორგანიზაცია, რაზეც წეგან საუბრობდი, ანუ შექმნა რეგულარული არმია და ამის შედეგი იყო ის, რომ 1703 წელს
დაიკავეს რუსებმა ნიენშანცის ციხესიმაგრე, აქ ფოტო უნდა იყოს, მაგრამ გამქრალია და საბოლოო ჯამში ამით ნელ-ნელა წინ ასე ვთქვათ, შექმნეს პლაცდარმები, როგორც ასეთი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. აქვე უნდა გამოიკვეთოს, რომ 1703 წელსვე პეტრე პირველმა დაარსა მისი ერთ-ერთი ყველა ალბათ რუსეთის ყველაზე ლამაზი ქალაქი, რომელიც მე ძალიან მინდა ვნახო და სხვა შორის მაქვს ამისი სრული უფლება ჩემი საყვარელი მინდა რომ ვნახო. ერთად წავიდეთ ჩვენი საყვარელი ხელისუფლება უკვე უვიზო მიმოსვლით გვიშვებს რუსეთში და შეგვიძლია წავიდეთ და ნახოთ სანქტ-პეტერბურგი. ეს არ იყო რაღაცა. მაგრამ თეთრი ღამეები შალვა. როგორ? ანუ თეთრი ღამეებია სანქტ-პეტერბურგში, ანუ არ ხამდება. დღე არის და ღამეა. ამ დროს თეთრი ღამეების დროს მე შევასწარი მაგ ღამებს ესტონეთში, ტალინში. ესე იგი სასწაულია ხო? ახლო. ხო. ძალამაზია. კი, გეთახმები და ზოგადად ნამდვილად. წერან შვედეთი როგორ შანს ძალიან დიდი ხო იმ პერიოდში ესტონეთით შვედეთს ეკავა და ფინეთით შვედეთს ეკავა, როგორ ჩანს, იმიტომ რომ შვედეთს სხვანაირად შეხება რუსეთთან არ ექნებოდა. როგორ ჩანს ესტონეთი და ფინეთი ფოტოს ჩაგიგდებთ მოკლედ და გამოგიგზავნით შვედეთის რუკასაც ამ პერიოდის. რუკა გვაქვს? კი, გამოგიგზავნით. ჩაგიგდებთ აუცილებლად გაჩვენებთ. და შვედეთს რატო ქონდა შეხება და მე მივხვდი რომ ეგენი ნახეთ შვედეთის დაკავებული ქონდა. ტერიტორიებს დააკვირდით, სად არის ახლა სანქტ-პეტერბურგი, კონკრეტულად დაარსებული და აი ნახე ფინეთი და ესტონეთი, ესე იგი ფინეთი და ეს ტერიტორია მთლიანად იყო. შეკავა, თორე შეხება არ ექნებოდა. კი, შეხება არ ექნებოდა. აი ეს ტერიტორია მთლიანად არის ფაქტობრივად ამ ტერიტორიის გამო იბრძვის როგორც ასეთ და აი აქ სანქტ-პეტერბურგის დაარსება და აზოვის ზღვაში, აზოვის ზღვა და ჩრდილოეთის ზღვაში გასასვლელის მოპოვება ბალტიის ზღვაში ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია და აი ნახეთ ახლა რუკა ჩაგიგდეთ თქვენ ჩატში როგორ გამოიყურებოდა მაშინდელი შვედეთის სამთავრო რომელსაც უშუალოდ პეტრე უპირისპირდება ამ კუთხით არის ეს ერთ-ერთი გამოსაკვეთი დეტალი ამ შემთხვევაში და ნახოთ ახლა ეს რუკა სამთავრო კი არა ფაქტიურად იმპერიაა ხო გეთახმებით ფაქტიურად იმპერიაა რომელიც სამთავრო საკმაოდ დიდი იმპერია ქონდა ამაზე არსებობს ცალკე თამაში მეგობრებო მე ჩემი საყვარელი ნორვეგიაც უკავია ჩემი საყვარელი თამაშია ეს არის Mountain Blade Agnum Image ამასე აწერია რუსულად და არის აი ამ შვედეთის ომზე მთლიანად გაკეთებული და მე მგონი მაქვს ეს თამაში და მე გაგიზიარებთ გაჩვენებთ უშუალოდ ჯარისკაცებს, სტრელცებს როგორებიც არიან და შვედეთის არმია. ეს არის ის ტერიტორიები რომელიც შვედეთს ეკავა და პრაქტიკულად აი ამ ტერიტორიების გამო დაიწყო რუსეთმა და აი ხა მეორე ფოტოსაც ჩაგიგდებთ ამ ფოტოზე უფრო კარგად არის გამოკვეთილი ეს მაშინდელი ევროპა როგორ გამოიყურებოდა უკვე როცა რუსეთი არის პრაქტიკული გამგებელი. აი აქ რა ტერიტორიებით დაიმორჩილა, აი ეს არის უკვე ედითის ხო, აი ეს ტერიტორიები. აი ამის გამო იყო ფაქტობრივად ომი. აი ეს უნდოდა. რატო? იმიტომ რომ მოეპოვებინა გასასვლელი ზღვაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ხო, და ეს დღემდე ასეა რომ ამის დარჩა როგორც ასეთი მაშინდელი პეტრეს და სხვა შორის ეს რო არა იყო. ნუ ეხა ბუნებრივია სტალინი ებრძოდა ამას ცალკე და ეს ცალკე კონტექსტია და გამოსაკვეთია, მაგრამ უნდა გავიაზროთ მკაფიოდ და კიდევ ერთს ჩაგიგდებთ აქაც უფრო კარგად ჩანს მაშინდელი შვედეთის ტერიტორიები როგორ მოიცავდა გაფართოებული ნაწილიც მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ეს უკვე არის უშუალო ტერიტორიები რაც რის გამოც აი ამ ზღვაზე გასასვლელით უკვე ბუნებრივად ოკეანეს დაუკავშირდებოდა. ხო, მოკლედ აი ეს კონფლიქტი პეტრესთვის აღმოჩნდა ისიც რომ მან ფაქტობრივად შეძლო ამ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება და თან დაარსა ყველაზე ლამაზი ქალაქი როგორც გითხარით სანქტ-პეტერბურგი ეს არ იყო რაღაც ახალი დედაქალაქი უფრო მარტივად რო გითხრა ეს იყო პორტი იყო და ეს პორტი თავისი ასაკეცი ხიდებით და აი ფოტოებშიც ხედავთ ვიზუალურად როგორ ეს პოლიტიკური ცივილიზაციური განცხადება აი ეს არის პეტრეს შედეგი სანქტ-პეტერბურგი იმიტომ არის ლამაზი ყველაზე რომ ეს არის პეტრეს დროინდელი ქალაქი და მოსკოვი და დანარჩენები არის უკვე საბჭოური და რაღაცა მონღოლური და რაღაც ეგეთი ისინი ამ შემთხვევაში
ამიტომ სიმბოლურად ეს ქალაქი მიუთითებდა იმას, რომ რუსეთი იმზირება ახალი ბალტიისპირეთისკენ და ევროპისკენ არის მიმართვა. ეს არის პოლიტიკის შედეგი. აი, ასე აღიქვამდა ევროპა და ისტორიოგრაფიაში სანქტ-პეტერბურგის დაარსება ნიშნავს, რომ რუსეთი იყურება ევროპისკენ. და არსებობს კარიკატურა, რომელშიც პეტრეს თვალები არის მიმართული ევროპისკენ და ეს მომავალ ტენდენციებს მოიცავს ამ შემთხვევაში, რაც უკვე გამოიკვეთა და მოგვიანებით პეტერბურგი სწორედ იქცა ადმინისტრაციულ-კულტურულ ცენტრად. ამ ქალაქს ჰქონდა ძალიან ესეთი დიდი დატვირთვა ერთდროულად, მაგრამ თან უმძიმესი სოციალური ფასი. მისი მშენებლობა რო აშენებულიყო, დაკავშირებული იყო ალბათ, რა ვიცი, კოლოსალურ შრომასთან, აი მონური რესურსი უნდა ყოლოდა, ფაქტობრივად ის ადამიანური რესურსი, რაც ამ ქალაქის აშენებას დაჭირდა. შესაბამისად, იძულებითი შრომა, სიღარიბე, სიცივე, ავადმყოფობა, აი ეს მაღალი სიკვდილიანობა და ხშირად ამბობენ ისტორიკოსები ზოგიერთი, რომ ის რა ფასით პეტერბურგის აშენება დაჯდა, ჯობს საერთოდ არ აშენებულიყო. იმიტომ რომ სისხლით ნაშენებ ქალაქსაც ეძახიან სხვაგვარად, ერთი რომ იმპერიალისტური ქალაქია და ფანჯარა ევროპისკენ ქვია ძალიან ცინიზმით ამ შემთხვევაში და ევროპელები ასე აღიქვამენ. მეორე თვითონ რუსი ისტორიკოსები ამ ქალაქს უწოდებენ სისხლით ნაშენებ ქალაქს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადარებენ პირამიდების მშენებლობას. იმდენად მძიმე იყო რუსებისთვის ამ ქალაქის აშენება, თან მოგეხსენებათ მოდერნიზაციის მთავარი ცენტრი უნდა ყოფილიყო და ის სახელმწიფო მასალა, რაც ადამიანებმა ძალდატანებით გამოიყენეს და მიიტანეს, პეტრეს მოდერნიზაციის ხასიათს ნამდვილად კარგად აჩვენებს, როგორ ატარებდა ამ მოდერნიზაციას და რა სტილის ხასიათი ჰქონდა ზოგადად მას. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია. ეს ამასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ისიც არის, რომ ის ნაბიჯი, რაც პეტრემ გადადგა ცენტრალური ხელისუფლების შექმნისკენ, იყო უმძიმესი. პირდაპირ არის წყაროებში აღნიშნული, რომ 1711 წელს მან გააუქმა იმას, რა ქვია, ბოიარების დუმა და ფაქტობრივად ეს ამ სისტემის გაუქმება ნიშნავდა იმას, რომ ის იქვემდებარებდა უშუალოდ ამ ორგანოს და შესაბამისად შექმნა ამ დუმის გაუქმების შემდეგ სენატი. სენატი იყო როგორი ორგანო? ეს იყო სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო და ამ სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოთი ფაქტობრივად შესაძლებელი იყო კოორდინირება როგორც ადმინისტრაციული და სენატს ჰქონდა რამოდენიმე ფუნქცია, ერთ-ერთი იყო ადმინისტრაციული ფუნქცია, მეორე იყო ფინანსური და ეს როგორ რაღაცა, ანუ რომ შექმნა შენი აი თუ გაიხსენებ ლუდოვიკ მე-14-ის მიერ შექმნილ ინტენდანტთა კოლეგიას. 30 ინტენდანტი რომ დანიშნა და ცალკე უნდა ყოფნა ვერსალში, დაახლოებით მსგავსი იყო პეტრეს მიერ შექმნილი სენატი, რომელშიც გარკვეული რაოდენობის ადამიანები გაწევრდნენ, აქ იყო ადმინისტრაციული ბერკეტი, მას ჰქონდა ფინანსური ბერკეტი და ყველაზე ცუდი, რაც ამ სენატმა მიიღო, მესამე ბერკეტი იყო სასამართლო. ეხლა წარმოიდგინეთ, ვინ იქნებოდნენ სენატში შესულები და როგორი სტილის და ტიპის ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს იყო თან მით უმეტეს მე შენ გეტყვი ახლა და მაშინ არსებობდა რაღაცა ნეპოტიზმის წინააღმდეგ რაიმე სახით ადამიანის უფლებათა საყოველთაო კონვენცია იცავდა თუ რა მინდა ნეპოტიზმზე ვისაუბროთ, როცა მაგ პერიოდში ცხოვრობ, როცა მაგ სიტუაციაში ხარ, სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ გაქვს. ის ფაქტორიც ძალიან დაბალ. ვინ უნდა ეპოვა? დობა და ყველაფერი ერთად მოქმედებს. ანუ ფაქტობრივად ის ეპოქა, ის ხარ არის მე განათლების დონე, ის ხა ვინ უნდა ეპოვა? მე შენ გეტყვი კვალიფიციურ კადრებს სადმე მოიძებდა? ანუ პირადი ნდობის მაგალითით უნდა აერჩიეთ, სხვა გზა ფიზიკურად არ ექნებოდა. ამგვარად ეს ბოიარების სისტემის გაუქმება, დუმის გაუქმება იყო ყველაზე კაფიო და ალბათ ნუ ისტორიოგრაფიაში ასე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და ყველაზე ესეთი ცეცხლმოდებული ნაბიჯი. ამის შემდეგ სენატის შემდეგ ჩამოაყალიბა პეტრემ კოლეგიათა სისტემა და ეს კოლეგია უშუალოდ სენატზე დაქვემდებარებული ჯგუფები იყო, ან სპეციალიზებული ცენტრალური უწყებები იყო ეს კოლეგიური სისტემები, რომლებიც დასავლური მოდელის გავლენას განიცდიდნენ მთლიანად და 1720 წელს მან შექმნა თავარი გენერალური რეგულაცია, რომელიც იყო აი ესე აღქმული, ეს არის რეგლამენტი ამ შემთხვევაში დაწერილი იმ სულისკვეთებით, რომელიც ფაქტობრივად ყველას ასეთ პეტრე ამბობდა, რომ ყველამ უნდა იცოდეს თავისი მოვალეობა, უსაქმო ადამიანი სახელმწიფოს მტერია.
და რაღაცა სოციალისტური ეს არაფერი ცენტრალისტური უმაღლესი გამოვლინების ხედვა ფაქტობრივად ამაში ჩამდგარი ყველას თუ ეცოდინება საკუთარი მოვალეობა ვერავინ ვერ გაიმართლებს თავს თავისი უცოდინრობით შესაბამისად აქედან გამომდინარე რაღაცნაირად ძალიან საინტერესო ეხლა ადამიანს თუ იცის თავისი მოვალეობა გააკეთე შენი საქმე და ნუ განიკითხავ სხვას მარტივად რომ შევაფასოთ ეს არის თანამედროვე ბიუროკრატიის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნაბიჯი საქმე უნდა ემართა არა პირად ერთგულებას, არამედ წესს, რომელიც არსებობდა დოკუმენტს და იერარქიას და შესაბამისად მის მიერ შექმნილი 1720 წელს შექმნილი რეგლამენტის რეგლამენტი არის ის მთავარი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ითქვას ცვლის მთლიანად სოციალურ ხასიათს და ეს რუსეთისთვის რა არის რომ პეტრემ შექმნა რეგლამენტირებული სახელმწიფო სამსახური რომელიც არის სპეციალური ჯგუფები უშუალო კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხრელად და ფაქტობრივად მის იდეალი და მკაფიოდ უნდა ვთქვათ, პეტრეს იდეალი არ იყო მოქალაქის თავისუფლება, მას არ უნდოდა რომ მოქალაქეები თავისუფლები ყოფილიყვნენ, არამედ უნდა ყოფილიყვნენ მოხელეები, ოფიცრები, დიდგვაროვნები, ქალაქელების ზუსტი ფუნქციური სისტემა და წესები შექმნა, ვის რა უნდა გააკეთე, აი ქალაქელებს რა ევალებათ, მაგალითად რა უნდა გააკეთე. და ყველა ზემოდან ქვემოთ იერარქიულად იყო ვალდებული რაღაც მოვალეობა, აი ბავშვიც კი კონკრეტულად რაღაც მოვალეობა შეასრულებდა ამ შემთხვევაში და ეს რეგლამენტი რაც მიიღო, ალბათ არის general reglement, რაღაც მთავარი მიღებული დეტალი, რაც ზოგადად მან დატოვა თავისი მმართველობის პირობებში. ასევე აი ამ პროვინციული მართვის სისტემის შესაქმნელად მან გაზარდა პროვინციების და დაყო პროვინციები და მიზანი იყო ბუნებრივია უფრო გადასახადები ეფექტურად აეკრიფა მარტივად მომხდარიყო ჯარის რეკრუტირება და გაწვრთნა და აი ამ კონტექსტში ცენტრალური ხელისუფლების ბრძანება უფრო სწრაფად სრულდებოდა და 1699 წლიდან 1720 წლამდე ფაქტობრივად ძალიან ბევრი პატარ-პატარა ქალაქი ბიუროკრატიული ერთეული დაარსდა რომელიც უშუალოდ ემორჩილებოდა სენატს, მერე სპეცკოლეგიას ამ შემთხვევაში და 1720 წელსვე დაარსდა სანქტ-პეტერბურგში დაარსდა მთავარი მაგისტრატის ერთეული, მთავარი სამაგისტრო ამ შემთხვევაში, რომელიც იყო ესეც არის 1720 წელი, რომელიც იყო ფაქტობრივად გამგებელი ყველა იმ ქალაქისა, რომელიც არსებობდა ზოგადად რუსეთში და ყველა მას ექვემდებარებოდა. ქალაქელები დაიყვნენ რეგულარულებად და დაიყვნენ უბრალოებად და აქ მნიშვნელოვანი დეტალია ვინ სად შედიოდა. ქალაქელები. რეგულარულების ჯგუფში შედიოდა კონკრეტულად რეგულარულები და უბრალოები. ნუ ეხლა მე რა თქმა უნდა უბრალო ვიქნებოდი. მე ხო პეტი არ მაქვს. ზოგადად. უბრალო, ესე იგი, აქ რეგულარულების ჯგუფში შედიოდნენ პირველ ჯგუფში ვაჭრები, ხელოსნები, ამ შემთხვევაში და ზოგიერთი პროფესიული ფენა. რეგულარული რომც ყოფილიყავი, მაინდეს იბრძოლებდით უბრალოებს გადმოხვიდოდი, ხო ვიცი. ზოგიერთი პროფესიული ფენა, ვაჭრები ხელოსნები. ანუ ამ რეგულარულებს ჰქონდათ გარკვეული ფუნქცია, მოვალეობა მინიჭებული და ნუ უბრალოები გასაგებია ეხა ვინ იყვნენ უბრალოები, უბრალო ხარ, ანუ არ გაქვს რაღაცნაირი ფუნქცია. სხვათა შორის ეს ძალიან ისეთი ის არის, რომ ფუნქცია რო არა გაქვს შენ თავს თუდად უნდა გრძნობდე. შენ უნდა იმდენი გააკეთო, რომ ფუნქცია გქონდეს ცხოვრებაში და სხვათა შორის ძალიან დიდი სიბრძნედებს ამაში ეხა მოსახლეობა რო დაყვა ასე. რეგულარულად და რეალურად ჩვენ მართლა ასე ვართ დაყოფილები. რეგულარულებად ვართ დაყოფილები და უბრალოებად ვართ დაყოფილები. ზოგიერთი ადამიანი უბრალოა და თავი დამანებე და მე ჩემი საქმე მაქვს და ჩემი საქმე არ მაქვს უბრალოდ, ანუ აი არაფრის კეთებას რომ ეძახით ეგ არის, უსაქმურ ადამიანს ვეძახით უფრო მაგ კონტექსტის გათვალისწინებით ამ შემთხვევაში. ეს რეფორმები მოკლედ რომ შევაჯამოთ, არ ნიშნავს რაღაცა მაინც და მაინც დასავლური ტიპი არ იყო ეს, მაგრამ აშკარად აძლიერებდა იმ ეკონომიკურ, აი მე რაღაცა მე მგონი პეტრემ გამოაგზავნა ბზიკი. იმ ეკონომიკურ ფორმაციებს ამ შემთხვევაში რაც ძირითადად მოიცავდა საქმიანობის აღრიცხვას, სოციალური ჯგუფების დაყოფას, კატეგორიზაციას ამ შემთხვევაში და იმ
მონაცემების შეგროვებას ცენტრალური ასე ვთქვათ სენატისთვის, რომელიც უშუალოდ საჭირო იქნებოდა. ანუ ეს არის მთელი კგბ-შნიკური შევაჯამოთ, რაც მას ჰქონდა ზოგადად გამოსაკვეთი და გასააცრებელი. ხო, ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არის სამხედრო სამსახური და არისტოკრატია, რომელიც მან ფაქტობრივად 1722 წელს გამოკვეთა და 1722 წელს მიიღო ეს რეფორმა. აი ამ რეფორმის შედეგად პეტრემ მკაფიოდ თქვა ერთი რაღაც თავისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის თითქმის მიწურულს, რომელსაც სხვაგვარად ჩვენ ვუწოდებთ Table of the Ranks. და ამ რეფორმაში პეტრეს ეპოქის ყველაზე ცნობილი დოკუმენტია სხვათა შორის ძველი დაწინაურების წესი ჩაანაცვლა სრულიად ახალი სახელმწიფო სამსახურში კარიერული წინსვლის სქემა. ეს კარიერული წინსვლის სქემა როგორი უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში? სამხედრო, სამოქალაქო და სასახლის სამსახური. ანუ აი ამ Table of the Rank-ით შენ შეგეძლო დაწინაურება სამი მიმართულებით. ერთი იქნებოდა სამხედრო სამსახური, მეორე არის კარიერული წინსვლის სქემა. რომლითაც პეტრე საშუალება მიეცა, რომ ეკონტროლებინა, ანუ ეხლა რა არის, თან ნახეთ ამაში რა ფილოსოფია დეს. მე თუ გაწინაურებ ჩემივე სქემით, შენ ფაქტობრივად ჩემს კონტროლს დაქვემდებარებული ხარ და ვიღაცა ძველი წესით არჩეული მაგალითად რაღაცის მფლობელი ადამიანი მე არ გაღიარებ საერთოდ შენ და მე არ ვიცი ვინ ხარ მე ჩემი წესებით არ დაწინაურებულ ხარ ამიტომ რაღაც კუთხით ამან საშუალება მისცა პეტრეს ის საზოგადოება არალეგიტიმურად ეცნო რომელიც მანამდე რაღაც თანამდებობას იკავებდა აი ამ ცვლილებას ჰქონდა ორმაგი ხასიათი მკაფიოდ რომ ვთქვათ ერთის მხრივ ეს ქმნიდა სოციალური მობილობის შეზღუდულ არხს, ანუ მე დავაწინაურებ იმას, ვინც მე მინდა და სახელმწიფოსთვის მომიშავე ადამიანები, ვინც იქნებოდნენ, მათ ექნებოდათ კარიერული პერსპექტივები და მეორეს მხრივ დიდგვაროვნებს თავისუფალ ფეოდალურ ელიტას არტოვებდა ასე, მაგრამ პირდაპირ ეუბნებოდა სამსახურებრივად თუ გინდა რომ გქონდეს რაღაცა წინსვლა, აგერ ემსახურე სახელმწიფოს და ტახტიც გექნება შესაბამისი ამ შემთხვევაში. ამიტომ დიდგვაროვნებისთვის სამსახური გახდა უმძიმესი ვალდებულება. აი ადრე რო იყო რომ ხელზე მაკოცე და მემსახურე და აბა იერარქიულობა მოშალა. ამით თქვა რომ მე შენ კანონიერად გაკისრებ, პასუხი გააკეთებ, იქნები დაწინაურებული. არ გააკეთებ და არაფერიც არ გეკისრება საბოლოო ჯამში და პრაქტიკულად მათგან მოითხოვდა მთელი ცხოვრების მანძილზე სამსახურს. მთელი ცხოვრება უნდა ემსახურა იმ პოზიციაზე და ნუ რა თქმა უნდა ბუნებრივად განვითარდებოდა და წინ წავიდოდა. ნუ რასაკვირველია ახლა აქ რო არ შევეხოთ ჩვენ ეკლესიას შეუძლებელია, ეკლესიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა პეტრეს ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო და პატრიარქის ინსტიტუტი გააუქმა საბოლოო ჯამში და 1721 წელს ესეც რო ცალკე რეფორმად გამოვყოთ არის მთავარი გამოსაკვეთი იმიტომ რომ ამით დაიქვემდებარა ეკლესია პატრიარქის ინსტიტუტის გაუქმება რომლითაც შეიქმნა სინოდი და მოგეხსენებათ ჩვენი ეკლესიაც უშუალოდ დაქვემდებარებულია რუსულ აი ამ სისტემას რომელიც პეტრეს მიერ არის შექმნილი და პატრიარქის ინსტიტუტი შეცვალა უშუალოდ სინოდმა და დღევანდელი სინოდი როგორი პრინციპის არის სინოდს შეუძლია გადააყენოს პატრიარქი თუ მან გარკვეული ნორმები დაარღვია როგორც ასეთი და აი ამ გზით ეკლესია ბევრად უფრო მჭიდროდ მოექცა სახელმწიფო კონტროლის ქვეშ ეს ესეც ხას უსვამს რომ პეტრეს მმართველობამ განათლებას და ინსტიტუციურ ცხოვრებაში ეს სეკულარული და სახელმწიფო კონტროლის ელემენტები შემოიტანა როგორც ასეთი და შეიძლება ითქვას რომ პეტრემ ეკლესიაზეც გაავრცელა სეკულარული მმართველობის პრინციპები და ისტორიულად ეს ნიშნავს იმას რომ სულიერი ავტორიტეტი რუსეთის ეკლესიაში აღარ იყო რაღაცა მნიშვნელობის, არამედ იგი გადაიქცა ჩვეულებრივ იმპერიული მმართველობის ნაწილად. ამ ინსტიტუტის გაუქმებით ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის შემდგომი ისტორიისთვის, იმიტომ რომ ეკლესია და სახელმწიფო უფრო ჭიდროდ შეუერთდნენ ერთმანეთს ვიდრე მანამდე ყოფილა და აი ამ ყველაფერმა აბსოლუტისტური მონარქიული ხედვა გააძლიერა და მნიშვნელოვანია რომ ეს დეტალი მკაფიოდ გამოიკვეთოს.
რაც შეეხება ახლა მის სამხედრო რეფორმებს, აი აქ თქვენ მკაფიოდ გაქვთ პეტრე პირველის მიერ ჩამოწერილი რეფორმები, რაზეც შეიძლება ჩვენ აუარება, ასე ვთქვათ, ინფორმაცია გქონდეს, რომ პირველი მმართველი იყო, რომელმაც საერო ხაზი წაახალისა და მკაფიოდ გამოკვეთა რომ განათლება და მასზე სახელმწიფო კონტროლი აუცილებელია. გაიხსნა სხვადასხვა საერო სკოლა, მოსწავლეების ნაკლებობის გამო იქ ჩართავდნენ ხოლმე არა მხოლოდ რაღაცა დიდგვაროვანთა შვილებს, არამედ ჯარისკაცებსაც კი და შესაბამისად მოხელეების სასულიერო პირთა შვილებსაც კი ჰქონდათ ამ სკოლაში სწავლების, ასე ვთქვათ, არსებობდა ამ სკოლაში სწავლების შემთხვევები. ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო სამსახურს წინ უსწრებდა ეს იძულებითი განათლება, რომელიც მართლა იძულებითი რატო იყო, ხალხს არ უნდა განათლება. ვერ იგებდა განათლება რატომ უნდა მიიღო. და ეს ისეთი შემთხვევა, რაც ერეკლესთან პარალელურად რომ გავავლოთ, ერეკლეს მოუწეს აქცია გლეხობა, როცა ერეკლემ გადაწყვიტა ის რა ქვია, ცოდნის სკოლის გახსნა თუ განათლების გავრცელება, როგორც ასე წახალისება და აქცია მოუწეს სასახლის წინ თელავში გლეხობამ და ითხოვდნენ ჩვენ არ გვჭირდება არანაირი ცოდნა, ეშმაკისეულია ცოდნა, ჩვენ გვჭირდება იარაღი და ომი და ბრძოლა და ასეთი რაღაცები. ეს არის ჩვეულებრივი ხასიათი, რაც მაშინდელ საზოგადოებაში არსებობს. და ეს პეტრესთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხია, იმიტომ რომ პეტრე პირველი განათლებას არ აღიქვამდა როგორც პიროვნული სრულყოფის რაღაცა ჰუმანისტურ სივრცეს, რომ მე უნდა გავხდე მნიშვნელოვანი ფიგურა და რაღაცა. პირველი ეს იყო ფუნქციონალობის იარაღი, სახელმწიფოს ფუნქციონალობის იარაღი, რომ თუ უნდა შექმნილიყო მაგალითად ინჟინერი, უნდა შექმნილიყო ინჟინერი თავისი ცოდნით, რომელიც მე მემსახურება ისევ იმ აქტის მიხედვით, რაც მე შევქმენი ასევე. ასევე პეტრემ ოფიცრები მეზღვაურები, артиლერისტები, მოხელეები, ამიტომ სკოლები, ტექნიკური სწავლება, უცხოეთში გაგზავნა, თარგმნები, სტამბები, აი ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში ახალი კალენდარი, შრიფტიც კი, რომელიც საერთოდ სხვანაირი იყო სისტემაში, აი ყველაფერი ემსახურებოდა, რაც კი მან რეფორმები ჩაატარა იმპერიული მმართველობის ხასიათს და ფაქტორს და შესაბამისად აქ გასააზრებელია ეს. და მანვე დააწესა, თქვენ გაპარსვა, ნახეთ უკვე წეგან პატარა ვიდეო რაც გაჩვენეთ, წვერის გადასახადი დააწესა. თუ არ გაიპარსავდი, ამ შემთხვევაში გეკისრებოდა წვერის გადასახადი. და დასავლური და ეხლა შალვა მე არ ვიცი ხა რა ზომაზე იყო და ის ზომები არ ვიცი თორე სავარაუდოდ დასავლური ტანსაცმლის წახალისება, მის დასავლურ ტანსაცმელს ჩაიცმევდა, მაგაზეც აი ახალისებდა და რაღაცა დაწინაურებდა მაგალითად. საერთოდ შეცვალა სასახლის ეტიკეტი მთლიანად და ინგლისურენოვან წყაროებში იმდენად არა, მაგრამ რუსულენოვანში პირდაპირ წერია, რომ წარსული ტრადიციები მოშანთა იმითო, იმით რაღაც გაცხელებული რაღაც რო არის დამოვიწყდა სახელი. და დღესასწაულები რაც იყო მისი მთლიანად, დროის ახალი აღრიცხვა, კულტურული გარდაქმნება, სიმბოლური მხარე რაც უნდა გამოიკვეთოს. ახალი წლის ის შალვა, ახალ წელს ბავშვები გაართეთ და არ გალიოთო. დასალევად სხვა დღეებით, ანუ მაშინაც როგორი ლოცვები იყვნენ, წარმოიდგინე, რომ ის დაპირწერია უფროსებმა არ დალიოთო. ამ კაცს ჰქონდა ნამდვილად რაღაცა ესეთი უცნაური ქცევები, არა თვითორგანული საზოგადოებრივი პროცესები, რომ ამ შემთხვევაში შეექმნა, არამედ მეფის მიერ მართული ქცევითი რევოლუცია დაიწყო, რაც მეფე ან პეტრეები გახადა რა მარტივად რო ვთქვათ, ყველა ამ შემთხვევაში და ბუნებრივია ახლა აქ ეკონომიკაში ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, აქ უნდა გამოიკვეთოს არმია, ფული სჭირდებოდა სახელმწიფოს ფლოტისთვის, იარაღისთვის, ციხესიმაგრეებისთვის, ამიტომ ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვან ხასიათს ატარებდა, გაზარდა რეფორმებმა აი ამ ქალაქების აქტივობა, ვაჭრობა გაზარდა და ხაზი ესმება იმას, რომ გლეხობა და თავადაზნაურობაც ძალიან მძიმე ტვირთს ატარებდა, ევალებოდათ მათ სამსახური, შვილების მომზადება, სახელმწიფო სამსახურში მოთხოვნის შესაბამისობა ამ ყველაფერთან და წარმოიდგინეთ ახლა ხალხი რა დღეში იქნებოდა ფაქტობრივად და ალბათ ლოცულობდნენ დროზე გარდაიცვალოს ეს კაციო, ხო? ეკონომიკურ სფეროში შეიძლება ითქვას, რომ პეტრეს პოლიტიკა რას ნიშნავდა, რომ მან წაახალისა ქარხნები, სახელმწიფო მოთხოვნებზე მორგებული წარმოება დაიწყო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაჭრობის რეგლამენტაცია და საგადასახადო წნეხი ზრდა, რაც მნიშვნელოვანია ასევე და შემოიღო სულადობრივი გადასახადი. სულადობრივი გადასახადით ფაქტობრივად მან ეკონომიკას საკმაოდ ხაზინაში დიდი ფული შემოიტანა, სახელმწიფო ფინანსური აღრიცხვის სისტემა შექმნა და ეს ყველაფერი კაპიტალისტური ბაზრის მსგავსი გაგებით ჩამოაყალიბა დასავლური ბაზარი, როგორც იყო უკვე მაშინდელი გაგებით შექმნილი და უფრო სწორად რომ ითქვას, შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედრო ფისკალური სახელმწიფო შექმნა, რომელიც ეკონომიკას ომისა და მმართველობის საჭიროებებს უქვემდებარებდა პირდაპირ და ბუნებრივია ახლა ამ კონტექსტში
იმპერიული ხაზი მთლიანად გამოიკვეთებოდა ამ შემთხვევაში მკაფიოდ და გაძლიერდებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ბოლოსკენ რომ წავიდეთ დეტალი რაც უნდა გამოიკვეთოს მოკლედ აქ ეს ხაზი რომ თქვათ პოლტავას ბრძოლა და შვედეთის მეფე კარლ მე-12 აქ არის ბოლო გადამწყვეტი ბრძოლა რაშიც გამარჯვება მოიპოვა უკვე შვედების წინააღმდეგ და მეფე კარლ მე-12 ოსმალეთის იმპერიაში გაიქცა მოგეხსენებათ ოსმალეთი მხარს უჭერს შვედეთს ამ შემთხვევაში შემდგომ 1714 წელს რუსული ფლოტი ამარცხებს შვედებს განგუტის ბრძოლაში და აქაც გამარჯვებას მოიპოვებს და ასევე უნდა გამოიკვეთოს რომ ოსმალეთთან დაპირისპირებისას რუსებმა აზოვი დაიკავეს 1706 წელს და ოსმალეთთან გააფორმეს ადრიანოპოლის ხელშეკრულება, რომლითაც რუსებმა 1713 წელს აზოვის ციხესიმაგრე დათმეს და გასასვლელი შავ ზღვაზე დროებით დათმეს და ოსმალებს დაუთმეს. სანაცვლოდ პეტრემ წარმატებით განახორციელა შვედეთის კამპანია და თუნდაც აი 1714 წლის განგუტის ბრძოლაში გამარჯვება სწორედ ამ ადრიანოპოლის ზავის შედეგი. ანუ მან ორივე ფრონტზე ვერ იბრძოლებოდა, სხვათა შორის ამ დროს საქართველოში ვახტანგ მე-6-ია, რომელიც პეტრეს შეხურებს, მაგრამ პეტრემ მერე ადრიანოპოლის ხელშეკრულების გარდა კიდევ 1723 წელს მთლიანად ოსმალეთს დაუტოვა, გაუნაწილა ამ შემთხვევაში განაწილების ხელშეკრულებით მოხდა და ვახტანგ მე-6-ე როლი რომ საქართველოს კონტექსტსაც ქართლს რამენაირად დახმარებოდა, წარსულს ჩაბარდა. ანუ ჩვენ მაშინაც გაგვცვალეს მოკლედ და რაღაცა უბრალოდ თამაშის მაშინ აღმოჩნდით როგორც ასეთი. ხო პეტრე პირველს პირადი ცხოვრების ყველაზე დრამატული ეპიზოდია მისი შვილის ცარევიჩ ალექსეის საქმე, რომელიც ალბათ დრამატულითან ერთად ტრაგედიულიც არის ამ შემთხვევაში და წყაროები პირდაპირ გამოკვეთენ იმას, რომ ეს მარტო დინასტიურ კონფლიქტთან კი არ იყო დაკავშირებული, არამედ სახელმწიფოს განვითარების ასე ვთქვათ გზა იყო და მიმართულება, რაც როგორც პეტრე მართავდა სახელმწიფოს, ამაზე იყო კონფლიქტი ძალიან დიდი და ალექსეი თვითონ ანუ პეტრეს შვილი მამის რეფორმატორულ და დასალურ კურსს საერთოდ არ იზიარებდა და პეტრე ამას უბრალოდ რაღაცა ოჯახურ გაუგებრობას და წინააღმდეგობას კი არ აღიქვამდა, სახელმწიფოებრივ საფრთხეთ აღიქვამდა, როგორ ეხა ჩემი შვილი მე რა რეფორმებსაც ვატარებ, არ იზიარებს და ვინ არის ჩემი შვილი და აი ამ მოვლენამ პეტრეს მმართველობის არსინათლად გამოაჩინა მისთვის სახელმწიფოებრივი პროექტი იმდენად აბსოლუტური იყო, რომ მას წინ ვერავინ და ვერაფერი ვერ აღუდგებოდა, ვერც ძველი ელიტა, ვერც ბოიარები, ვერც სტრელცები, ვერც ეკლესია, ვერც საკუთარი შვილი და აქედან ჩანს პეტრეს აბსოლუტური ხასიათი ამ შემთხვევაში და აქ უნდა გავიაზროთ ერთი მკაფიო დეტალი, რომ პეტრე არის შეუვალი ამ შემთხვევაში და ეს კონფლიქტი რაც უშუალოდ მასთან მის შვილთან ჰქონდა, კაფიოდ არის და ის თვლიდა რომ მისი შვილი არ იყო მზად იმ სახელმწიფოს სამართავად, რომელსაც თავად აშენებდა და 1716 წელს ალექსეი გაიქცა რუსეთიდან და თავი შეაფარა ავსტრიას ამ შემთხვევაში აი ამ კონფლიქტის ნიადაგზე და შემდეგ ნეაპოლს და ეს ფაქტი თვითონ პეტრემ აღიქვა როგორც პირადი ღალატი და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება სხვა შორის თავისი შვილის მხრიდან. თუმცა აქ კიდევ ერთი დეტალია, რომ 1718 წელს პეტრემ მისი შვილის წინააღმდეგ დევნა დაიწყო და 1718 წელს დააბრუნა რუსეთში. და სასამართლო მოუწყო, დაჰპირდა შეწყალებას, მაგრამ რეალურად დაიწყო გამოძიება და ფაქტობრივი წამება. მისი შვილი ალექსეი დაადანაშაულეს სახელმწიფო ღალატში, შეთქმულებაში და მამის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებაში და ალექსეი აი ამ ფონზე სასტიკად აწამეს. იმდენად სასტიკად აწამეს, რომ ეს გახადეს საჯარო დადგმასავით ამ შემთხვევაში და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მომენტი, ტრაგედია, რაც პეტრეს ხასიათს და მმართველობას საერთოდ ყველანაირ ფარდას ხდის ამ შემთხვევაში. ისტორიოგრაფიული წყაროებით დაბრუნების შემდეგ ძალადობრივი მეთოდებით მიმდინარეობდა ალექსეის წინააღმდეგ წამება. ოფიციალური პროტოკოლები და დოკუმენტები ადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ იყო სხვადასხვა მეთოდები გამოყენებული და იმდროინდელ რუსულ სამართალში წამება ითვლებოდა ლეგიტიმურ მეთოდად, რომ აღიარება მიეღოთ ამ შემთხვევაში. ამგვარად აქ შეიძლება გამოიკვეთოს ერთ-ერთი ყველაზე
ასე ვთქვათ, საერთო ევროპული პრაქტიკა, რომელიც სავარაუდოდ მის წინააღმდეგ გამოიყენეს და წყაროებში ყველაზე ნათლად ეს ჩანს, რომ მის წინააღმდეგ სტრაპადო გამოიყენეს. ეს არის ის, რომ ადამიანი დაკიდეს ხელებით ზემოთ, სხეულის წონა აყენებდა ფაქტობრივად უკვე ძლიერ ტკივილს, როგორც ასეთი მხრებზე. მეორე რაც მის წინააღმდეგ გამოიყენეს, ცემა იყო მათრახით დასჯა გამოყენებული დაკითხვის დროს და აღიარების მისაღებად და მესამე არის კიდურების დაჭიმვა, რომელიც ყველაზე გავრცელებული იყო. კიდურების გადაჭიმვა იმის გამო, რომ ტკივილი გაძლიერებულიყო და საბოლოო ჯამში სამივე მეთოდი გამოყენებული იყო პეტრეს დააჟინებული მოთხოვნით, სხვათა შორის მისი შვილის წინააღმდეგ და დაკითხეს მრავალჯერ და საინტერესო არის, ხო გაიქცა ქვეყნიდან, მაგრამ 2 წელში მაინც დააბრუნა. დაასდევდა ყველგან. ახლდა დაკითხვის ფიზიკური ძალადობა და რამდენიმე დაკითხვის შემდეგ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და საბოლოო ჯამში ისტორიკოსთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მისი შვილი ალექსეი გარდაიცვალა წამების შედეგად მიღებული დაზიანებებით. ამგვარად აი ამ ხასიათსაც თუ გავყვებით, ალბათ ეს არის ის ფასი, რაც პეტრემ ზოგადად რუსეთისთვის გადაიხადა. ანუ ეს იყო ის, რაც რუსეთს მისცა. და აჩვენა ალბათ კიდევ ერთხელ ისტორიაში სამყაროს, რომ არ არსებობს პასუხისმგებლობაზე დიდი და კანონზე დიდი რაღაც, თუ შენ შვილიც კი დაარღვევს კანონს და შეგეწინააღმდეგება და არ მოუნდება. უბრალოდ აქ არის ორი სახის შეფასება, რომ ერთი რომ კანონი და აღსრულება და სამართალი მნიშვნელოვანია, მეორე პეტრეს ხასიათი. ამ შემთხვევაში და ის მიდრეკილებები სახელმწიფოებრივი მართვის ამ შემთხვევაში. მოკლედ, ჩრდილოეთის ომში გამარჯვების შემდეგ რუსეთმა ბალტიისპირეთში მყარად მოიკიდა ფეხი და 1721 წელს პეტრემ მიიღო იმპერატორის ტიტული, ამით სიმბოლურად დაასრულა ფაქტობრივად მოსკოვური სამეფოს ეპოქა და დაიწყო რუსეთის იმპერიული ფაზა, მმართველობა. 1721 წლის 22 ოქტომბერს პეტრე პირველს ეწოდა სამშობლოს მამის, სრულიად რუსეთის იმპერატორის პეტრე დიდის ტიტული მიენიჭა ამ შემთხვევაში. პეტრემ დატოვა უზარმაზარი იმპერია, გაწოლილი იყო ეს თეთრი ზღვიდან, კასპიისკენ და ბალტიის ზღვიდან წყნარი ოკეანისკენ ამ შემთხვევაში და ეს გეოპოლიტიკური გაფართოება ფაქტობრივად მისი ეპოქის ტერიტორიულ ზრასთან ერთად და რეფორმებთან ერთად არის ალბათ ახალი სახელმწიფოს თვითცნობიერების შექმნა, რომელმაც შექმნა აღმოსავლეთ ევროპული სამეფო, რომელიც იყო უკვე რუსეთი. ამ რუსეთმა მერე ჩვენს კარგ დღეში ჩაგვაგლო და არც არაფერი დაგვაკლო და მინდა გითხრათ, რომ პეტრეს ხასიათი ყველაფერი გამოვლინდა ჩვენს წინააღმდეგ, რაც სახელმწიფოებრივად ფაქტობრივად ჩვენ შეგვეხო. იმპერიალისტური და ის, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით რუსულ ჩექმას, არის პეტრეს შექმნილი, რაც არ უნდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მოგვეჩვენოს, ვიღაცას მოსწონს სხვათა შორის ეს რუსული ჩექმა, სიმართლე გითხრათ და ქართული მენტალობაც ამაში ხანდახან ვლინდება ხოლმე. ამიტომ პეტრეს შესახებ მუდმივად გვაქვს ჩვენ ორი პოლუსი გამოკვეთილი, როგორც ასეთი, ერთი ხედვით იყო გენიალური ადამიანი, მოდერნიზატორი, რომელმაც შექმნა რეფორმები, შექმნა ახალი სახელმწიფო, რუსეთი გამოიყვანა იზოლაციიდან, ინსტიტუციური წყობა შეცვალა, მდგომარეობა მთლიანად გარდაქმნა, ფლოტი გააძლიერა და ასე შემდეგ. ყველაფერი დედაქალაქები დაარსა, პოლიტიკაში შეიყვანა ახალი ქვეყანა, როგორც ასეთი. მეორე ხედვით პეტრე იყო მოძალადე. და ამას მისი შვილი ალექსეის ხასიათიც ფაქტობრივად ადასტურებს და ეს ალბათ ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული მომენტია ხოლმე, იმიტომ რომ ამისი თხრობაც კი და მართლა თქვენ თუ უფრო დეტალურად წაიკითხავთ, ხა მე მხოლოდ ფრაგმენტებს გეუბნებით ალექსეის საქმესთან დაკავშირებით, დაინახავთ რა მდგომარეობაში და როგორი ფსიქოლოგიური ხასიათი ჰქონდა პეტრეს როგორც ასეთი. ამგვარად ეს არის ის რაც შეიძლება პეტრეზე ზოგადად იცოდეთ, საფუძველი სამხედრო საჭიროების ნამდვილად იყო, სამხედრო საჭიროებამ ფლოტი და გადასახადები ნამდვილად მოითხოვა ბიუროკრატიის შექმნას, ამოსახლეობის აღრიცხვა, განათლება, რეგლამენტი მოითხოვა ყველანაირი და ამ ყველაფერმა შექმნა ძლიერი, მაგრამ უფრო მკაცრად კონტროლებადი სახელმწიფო, რომელიც ბუნებრივია, ესე არ გაჩერდებოდა მაშინდელ სამყაროში, ხო? დაიპყრობდა. როგორ გახდა რუსეთი ძლიერი? აი ასე გახდა რუსეთი ძლიერი. ამ შემთხვევაში როგორ დაიპყრობდა? პეტრეს შემდეგ ტახტზე უკვე ადის ამ შემთხვევაში მისი გამგრძელებელი, ისე რა, ზოგადად პეტრე თვლიდა, რომ ჩემი გამგრძელებელი ტახტის მემკვიდრეთ მაგის გარდა. შვილი ხო უნდა ასულიყო, მაგრამ მაგას ვამბობ. პეტრე თვლიდა, რომ ჩემი მემკვიდრე ვერავინ ვერ იქნება და როდის გააცნობიერა ეს? მან ეს გააცნობიერა, როცა მისი შვილივე დაუპირისპირდა და მისი შვილი წამებით მოკლა. თუმცა მაინც ერთადერთ ხასიათს ხედავდა ყველაზე მეტად მის, მაშინ რა ქვია, მეუღლეში,
1725 წელს ეკატერინე პირველი ავიდა რუსეთის ახალ მეფედ ამ შემთხვევაში და რატომ არა მისი შვილი უკვე ვიცით, იმიტომ არა რომ მოკლა მისი შვილი მოკლა ფაქტობრივად. მეტი არ ყავდათ შვილები მეტი არ ყავდათ? ერთი შვილი ყავდათ და მოკლა ფაქტობრივად მის ამიტომ პირდაპირ მემკვიდრე აღარ დარჩა არავინ. შესაბამისად ამას შედეგი გამოიღო ის რომ ეკატერინე პირველი გახდა ახალი მმართველი, პეტრე პირველს არ დაუტოვებია მკაფიო მემკვიდრე, ანუ არ უთქვამს რომ ეს უნდა იყოს მემკვიდრე. ტახტის საკითხი გადაწყვიტა საბოლოო ჯამში გვარდიამ და ელიტამ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის დეტალი რომ სწორედ აი ამ პეტრეს ახლო თანამებრძოლმა ალექსანდრე მეშინკოვმა ძალიან დიდი გავლენა იქონია იმაზე რომ მისი ცოლი გამხდარიყო ეკატერინე ახალი მეფე. ეკატერინე პირველის მმართველობა 1725-დან დაიწყო და 1727 წლამდე გაგრძელდა და ეხლა წარმოიდგინეთ აბა მიხვდით ეხლა ალექსანდრე მეშინკოვს რა თქმა უნდა ეკატერინეს გამეფება. ხო, იმიტომ რომ მეშინკოვი და ელიტა 2 წლის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. ეკატერინე პირველის შემდეგ ტახტზე ავიდა პეტრე მეორის შვილი, პეტრე პირველის შვილიშვილი ალექსეის ვაჟი, ის ვაჟი რომელიც სიკვდილით აწამა და მოკლა და შესაბამისად პეტრე პირველის შვილიშვილი ტახტზე ავიდა პეტრე მეორე, რომელიც უკვე გახდა ამ შემთხვევაში და მოკლეს სქემით პეტრე პირველი, ეკატერინე პირველი და ალექსეი და მერე პეტრე მეორე უკვე პეტრე პირველის შვილიშვილი ამ შემთხვევაში. ეს დავითობას კი გარდაცვლილა ესე. ხო გითხარით რაღაცნაირად დაამთხვია თქვენ თქობა. სწავლობდა დავითის ისტორიას და ზუსტად იგივე რეფორმები ჩაატარა პრინციპში, რაც საქართველოში დავით აღმაშენებელმა. ხო, პეტრე მეორე 1727-დან 30 წლამდე იყო, გარდაიცვალა უმემკვიდრეოდ და ჩუტყვავილა შეხვდა შორის და ჩუტყვავილისგან გარდაიცვალა. პირდაპირ მემკვიდრე არ ყავდა და შესაბამისად ანა გახდა შემდგომი პეტრეს პირველი ნახევარძმა გახდა ამ შემთხვევაში. ივანე მეხუთის ქალიშვილი იყო და მანამდე კულანდიის ჰერცოგიანა, რომელიც მერე აგრძელებს და ასე გრძელდება ამ შემთხვევაში. კარგით, ეს არის და ეს მოკლედ რაც ამ გაკვეთილზე უნდა იცოდეთ უფრო დეტალურად.